კეთილი იყოს თქვენი ჩამოგზავნება მალაიზიაში. ისინი 17-ნი. ერთი თქვენგან ზედმეტია. ტამუსიამ ბოლომ მიცურა და პირველმა დატოვა კუნძული. შენ სამწუხაროდ ვერაფრით განუგეშებ, შენ ტოვებ კუნძულს. ეს არის ორი დროშა. სამხრეთელები და ჩრდილოეთელები. გადაჯაჭვული თანატომელები ცეცხლის მოსაპოვებლად იბრძოდნენ. სამხრეთის ტომმა ცეცხლთან ერთად თავისუფლება მოიპოვა. ორი ტომის განსხვავებული ყოფა. სამოთხე და ჯოჯოხეთი. თქვენ ჩქარამირები ხართ, ესენი ნელამიდე და შუაში ვშები მე. თავისუფლება და ბორკილი. პირველი ღამე უკაცრიელ კუნძულზე და ჩრდილოეთის ტომის პირველი დილემა. ცეცხლით დაბრუნებულ ტამუსიაზე. ჩრდილოეთელებმა უარი განაცხადეს. მათ თანატომელი ცეცხლში არ გაწვეს. პირველი იმუნიტეტი სამხრეთის ტომმა მოიპოვა. ტომთა საბჭოზე ჩრდილოეთელები წარსდგნენ. ყველა ერთის წინააღმდეგ. მარია სარჩიმელიამ კუნძული დატოვა. შენ ცეცხლი პალაუგესერზე სამი გამოყო. ვინ იქნება შემდეგ? რაფერი კრავია მე შეიძლება? რავი, შეიძლება ჩაგდე რა ფეს. მაჩვენე და გაჩვენე როგორ. სულ არ შეჭამოთ, თორემ მე ვეღარ იმოძრავე, რა? ეს არის ყველაზე მაგარი კიშკა. აი ესენი გავწვენ და მოაჭამ. 18 საათის წინ ჭამეთ ერთი ანანასი 8 კაცმა. 18 მე აგის მე აფერი არ ქონდა. და ისეთი მშვიდობი ვიყავით, რომ 4 გოგო აი ამ ხელა კიბორჩხალა გავიყავით და რა გემრიელიაო ვიძახო. აუ კიდე მინდა. დიდი ოღონდ.
ცოტა რთული გასაჭირია. ლიმონი, ტეკილა და წერი მაგარი დელიკატესი. მაგარ სითხეს გავჭიტავთ, ანანასი იქნება იქ. ეს არის დელიკატესი, ეს იცი რა არის რესტორანში. ქოქოსის პალმით მდიდარია ჩვენი კონძოლი რა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ აქ განუსაზღვრელი დროით ცხოვრებას. ბუნება ამაში ხელს გვიწყობს. გარდა ამისა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მე არ ყოფილა, რომ რაღაც არ გაგვეგოს, რაღაც და ისეთი რამე ყოფილიყოს, რაც არ გადაგველახოს. ყველაფერს ვაკეთებ შეთანხმებით რა. ადე, ეკა. მაგარი საჭმელი ეკო ანანასი. მოგიტანთ. ნახე რა არის. ვახტანგ! ანანასი. ყველას გვაქვს გარკვეული თვისებები, რითაც გამოვირჩევით ტომში რა და რაც ქმნის აიმ ერთიანობას და აიმ გუნდურობას, რასაც ქვია ტომის ერთიანობა რა. სხვანაირად ვერც ვიცხოვრებ და ვერც გავძლებ. მალაიზიურად წყალი არის აირი, ცეცხლი არის აპი. ორივე სტიქიას ყველაფრის უფლება ჰქონდა, სწორედ ამიტომ მათ კერპებს უწოდებენ. დღევანდელ თამაშს კერპთა ჭიდილი ჰქვია. დღეს ორი ტომი ერთმანეთს კერპების მსახურებაში შეერკინება. გამარჯობა. დღევანდელ თამაშს ჰქვია კერპთა ჭიდილი. წესები ასეთია. ორი ტომიდან გამოვა თითო მონაწილე. ეს მონაწილეები ერთმანეთს აი ამ თოკით გადაებმევიან. მათი მიზანი იქნება მოპირდაპირე კერპამდე მივიდეს და კაუჩზე ჩამოაცვას რგოლი. გაიმარჯვებს ის, ვინც გადაძავა. თამაში იგრძელება. ძირს დაწოლა. ახლა რაც შეეხება ჯილდოებს. ორივე ტომს გაქვთ თითო ყუთი. ამ ყუთში დევს ნივთები, რომლებიც თქვენ უკაცრიელ კუნძულზე ძალიან დაგჭირდებათ. ორივე ყუთი გაიხსნება მაშინ, როდესაც მორჩება შეჯიბრი. გამარჯვებული მივა დამარცხებულის ყუთთან და იქიდან ერთ ნებისმიერ ნივთს დაისაკუთრებს. წესები გასაგებია? დიახ. გისურვებთ წარმატებას. მოემზადეთ 3 2 1 წავიდა თქვენ დაგჭათ 20 წამი 20 წამის შემდეგ თქვენ შეწყებთ თამაში და იწყებთ თავიდან 15 16 17 18 19 20 შეწყდა არა უშავს მაგარი ხარ მაინც არ დანერგო მოემზადეთ 1 2 3 წავიდა რა გადაიკიდე 20-ს 120 არის 100 დავანევა. აი რა, აღარავა 130. არც ეს არ არის 105.
კაცი მთელი ცხოვრება ვარჯიშობს, შენ არ გივარჯიშე არასოდეს. არა უშავს დაღალე. არაფერი არ წავაგეთ, მაგრამ აი გაგიჭირდა. მაგარია რა, მაგარია. ჩვენ ვაფშე მოვიდეთ რა ფაქტი. თქვი რომ არ გამიჭირდა, თქო რომელმა გაიგო არ გამიჭირდა სიტყვა ვინ. ხუბის მერე მუშტებს არ იქნებენ რა. არ ვიქნებ. იქნია გავამხნევეთ. ჩვენ ერეკლეს ვამხნევებთ. ვამოვარდი რომ გავხდი არ მიყავს. ნინა, მარტო ასეთ კომენტარი არ გაანებერა არ გვინდა თქვი მაგას პირველ რიგში თვითონ აყენებს თავის თავს შეურაცხყოფას. როგორ შეიძლება მე შეურაცხყოფ ან ჩვენ გუნდს მიაყენო შეურაცხყოფა ვინმე? ან ჩვენ გუნდს რატო უნდა მიაყენოს? ვინ აყენებს რომ შენ გუნდს შეურაცხყოფა? შენ მოვიგე. შენ არავინ არ გეუბნება, შენ მიხედე შენ თავს და ჩვენ მივხედავ ჩვენ თავს. შეურაცხყოფა ეს რომ შენ შეურაცხყოფაზე ნუ გადადიხარ რა. ბიჭო. შეურაცხყოფას თავი დააგინი. რა შეურაცხყოფა? არ უსმინო არავის მოგებულები. აი ეთყობა რა, ვინც არის წაგებული და ვინც არის მოგებული. სამხრეთის გუნდი გილოცავთ გამარჯვებას. დათო, თამაშის პირობის თანახმად შენ შეგიძლია მიხვიდე წინააღმდეგის ყუთთან და მოირჩიო იქიდან ერთი ნებისმიერი ნივთი, რომელიც გადმოვა შენ ტომის პირად სარგებლობაში. გთხოვ. დავით, მაგარი რამე, გადასაფარებლები, გოგოები ვერ იძინებს. გადასაფარებლები და მაგარი უპირატესობა აქვს, რომ გამოუძინებლები არიან რა. ორ შეიძლება მოლაპარაკება და არ შეიძლება. რა? წამოი. აი იწერენ ესენი. ვერ ჩვენ აი საჭმელს მარტო საჭმელს. წამოიგე, ფული მართლა არ იყიც. ატილოკები რო იყო იმაში გააკეთე. სათევზაოს ხელი ავწია. სათევზაო პანჯიგრა ვიყარ ძალიან, სამხრეთის გუნდს ულოცავ. ჩრდილოეთის გუნდს დაუთხრა. თქვენი დამარცხებები უკვე რაღაც ტრადიციად იქცა თითქოს. ნახოთ რა იქნება შემდეგში. დაბრუნდით თქვენს კუნძულებზე. ფული რა გვინდა? ხვაბი. ალბათ რაღაცა რა მაგარია წყალი, მოხაშვა, მოხვა. ეს რაღაც ეს. 30 Very nice. 100. მეშება ფოკუსიზე. ვა, ქვილიც არის. პური გამოვაცხოთ, პური. პურის გულია. არ არსებობს რომ მანდი იყოს ასალი. თუ რა ვიცი. გადმოუყრით აი ამ დიდ ჯამში და კარგად ნახე რა, ასანთ შეიძლება იყოს. აი არა უშავს, დავასურებ ისე შევიდე. ნახე? ახი რა ის არის რა, ბასრი. მანამდე მეშინოდა რა, მეთქი რაღაცა დამახტეს. ეხლა დამახტეს. ოჯახი ნობათით გაივსო. მე ვთვლი რომ მე ჩვენ მაინც გამარჯვებულები ვართ, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან მე ვიტყოდი უთანასწორო შეჯიბრი. ის გუნდი არის ერთი კაცის გუნდი რა. დანარჩენი რაღაც ბარათი. რომელიც გვაქვს ტარს უკრავენ და ახტაცებული არიან ამ მუტრუკის მონაცემები. და ეს და ისე წაეწყო ეს თამაშები, რომ ესეთ ნუ ავიდე ძალაზია ჯერჯერობით, არაფერი მოსაფიქრებელი რაღაც დასალაგებელი არ არის. კიდევ გვეუბნებიან რა უნდა გავაკეთოთ და ეს ლოკომოტივი აწვება რა ეს. ავიდე. მე მყავდი დავით რა. სუპერ ძლიერ მაგარი. ნამდვილი. ეს როგორი დასაწყვეტია? მაგარი ჯიგარი რა. და ეხლა წყალში შევა.
აუ იცი რა შეიძლება ამაზე ხო? ბრინჯი მოხარშეთ გეხვეწები, მაგრამ მოხარ. აი რა. ესეთი რაღაცა? დათო კონკურსებზე თავის ძალით გვეხმარა, მაგრამ ჩვენ სახში ვცდილობთ რომ აღარ დავღალოთ მე და ვერ ჩვენ საჭმელს ვუკეთებთ და კოლგას უშლით რომ წამოწოს და რა. დავითას სფეროში. ხო, როგორც გამარჯვება. ცხელია ძალიან, ცხელია. ცხელია, სული შეუბერე. არა, არ შვება. ვარგა, აი, ხო. ზეჭი ხელია ჩაკო, ხელი არის ჩაკდება. ხალე უმეტით ერთი პერასკი გადავრეც ხო რა. რაზე? ფრეში ახრია. შენი ბოთი. მაგის გარეშე ბატონო, მაგ გემს არ არაფერი. მოდი, დათო დღეს შევასვენოთ, იმიტომ რომ დათომ უკვე მეორეჯერ დაგვეხმარა და ეს ადამიანი მართლა არის იმისი ღირსი, რომ დაგვესვენებია. რამე აკარია? ო, რა ქენია. ფრეშები ხონდა. ხრეშ ჩემ 3 დღეა, გეცი. აი, ვადა, აგდო, არ არსებობს. ბოლო მომენტში ფრეში. აგდოდა. მაგარი გაგიზდა, 3 დღეა ხრეშ ჭამა. არ მithოვია თვითონ მithოს რომ დღეს შენ დაისვენებ და არაფერს არ გააკეთებ, რასაც მე დადებითად შევხედე და ნუ რაღაც მაინც გავაკეთებ. ის იწვა? იწვა და შენ კაჩაუდი. მაინც მაგრად გაკაჩა. ხო და გაკაჩა. არა, მე მაგრამ აი, რაზე მომეშა ისინი დაღლილი რო ხარ, ხო პროცესა ის ზედმეტი ბაზარი აღარ ხსენას, მოდიან და შენ მაინც მოვიგე, ჩვენ მოვიგეთ მაინც. ესენი ესე იგი, ესენი არა რა. არა და დაღლილი ვარ. ბიჭო. ცეცხლის შანსი ჩვენ გქონდა. მე არ დამიჯერეს. მე ამას ხარს უსმენ, მე ვიცოდი რომ ცეცხლი იყო საჭირო, ვიცოდი რომ ყველაფერი ნედლი იყო და ცეცხლს ვერ ანთებდი უასანთოდ. და მიჯერეს, ეგუნათ რომ აი ესე ფუხ და ანთებდნენ. აბლაშკა მოგდე ცეცხლი წამოვიდა, всё უკვე. აღარ ვფიქრობ ვინ რა, როდის. ას ნიშნავს არ უნდა ფიქრობდე ცხოველი ხო არა ვარ, თუ მე გავწვდა და სხვები ფეხებზე დავიკიდე. ეს სპეციფიკა ამ თამაშს. არ მე არ ეგრე არ ვითამაშებდი რა. რას ქვია ვერ გავიგებ. მე ჩემი ინტერესები მაქვს და ჩემი მორალი მაქვს და ჩემი ეთიკა მაქვს, ჩემი ფსიქოლოგია. უნდა იყო გამტანი და მეომარი. აქ უნდა იფიქრო გადარჩენაზე. ანუ ცხოვრება ომიას პრინციპით. შენ რომ მოსულიყო ეხა თამუშია და თავისა რა ქვია. მოკალივან დააღჭო და ცეცხლი გეკნებო დააღჭობი? არა, მკვლელი არა ვარ. დაშვაშე კუნძულზე ხარ, აქ მარტო რა. ეს თამაში არა, შენ ხა ცხოვრებაში ნუ ცხოვრებისეულია ესე. არა, ეს შოუ. არა, შოუ რა, რას ქვია, შოუ ის იმას კი არ ნიშნავს, რაღაც ხვანაირი გახდე და იმას. მოკალი დააღჭოთ, მაშინ მოკლა. შენ უნდა ანახო შენი სახე, რაც ახარ. მართლა მოკლა, აი თუ მას თუ რაღაცა მართლა მოხდის არა. ესეთ კაცს და დაპასნიებს და კუნძულზე ცხოვრება. არა, შენ შემიძლია ცხოვრებაში მართლა რომ აღმოჩენს. კაცი თუ არ მოკალე ვიღაც შენი მოწინააღმდეგე, შენ მოკვდები. რომელი ერთი არის აქ მაგრამ? ეგ აი ზუსტად მორალის მაგაში. ადამიანის მოკლა თუ შეგიძლია, შენ გაჭირვებას კი არ დაელოდები, любой დროს შეგიძლია მოკლა ადამიანს. ეს არის შოუ ხო, მაგას გეუბნები. ეს შოუ და შოუ ანახებ შენ სახეს. რას იზავ შენ ამ კუნძულზე მარტო? ეს მორალური იმებს აწვევიან, რაც ამ კუნძულზე. კი, ცხოვრებაში უნდა იყო ესე ტიპი რომ არ უნდა გაცვალო რაღაცაში, მაგრამ ეს არის თამაში ხალხო, ვერ აუხსენი რა. ეგ არ არის, არ მორალური შოუ, ავანტურისტული. ეგ აიგრია. ნუ ავანტურისტული თუ რა არის, მე ვიქცევ ისე როგორც მე. აქ უნდა გადარჩე, ხო? ერთი კაცი უნდა დარჩე ბოლოს. კი ბატონო, შენ თამაში დაარქვი. მეც თამაში დაუძახი, მაგრამ ვიქცევ ისე როგორც მე ვიქცევ ამ შოუს და არა 40 ჯიგარი ბიჭი რა. ჯიგარი რა შუაშია. შენ მომისმინე რა გინდა მე შემაცვლებინო ჩემი აზრი არ შევიცვლო ჩემი აზრი მე ესე შეიცვალებდი მაგრამ მე ვფიქრობ რომ მე ვარ მართალი ასე ფიქრობ შვიდი კაცია მაგრამ შენ მართალი ხარ მაგრამ ეხლა ვზივართ ესე მე ვიცი რომ ეს თამაშია მაგრამ ამავე დროს უნდა ვთქვა რომ თამაში არ შეიძლება ადამიანი შეცვალოს თამაშმა რა ყველა ადამიანმა თავისი პრინციპი უნდა დაიცვას შენი ძახი ცეცხლზე გაქვს აქცენტირება და ცეცხლი არ გჭირდებოდა მე არა ცეცხლი არ გეუბნები აი ტირის და წუწუნებს და ვაიმე მეშინია და რაღაცა გასაგებია მაგრამ გაიმარჯვა იმ თელი ცხოვრება რომ იწუწუნოს ვერ გავიგე ხა გაიმარჯვა შოუში რა იმას ვქნათ რა ქვია გავაგდო თუნდა თუ მაგარია ყველაფერში თურვაის მაგარი ამას არა იმას
სიტყვაზე გეუბნები, ხო არ ვიცოდი მე რა მაგარია და როგორი მაგარია თუ. იმ დღეს ხო არ ვიცოდი მე რა. შეიძლება ერთხელ მაგრა გაცურო და მაგარ რაღაც გაკეთო, მაგრამ მთელი ტვინი თუ თხანი არ ვარ და რა ბოზიშვილი. აგი მაგრამ ხა. დაანჩე გულს ენძრევა რა მე რა. ერთი რომ ტირი სულ პერმანენტულად. ენძრევა ყველას. მორჩა აღარ ასეჭრებს მამაშვილობის თამაში რა და იმ გულში მე მგონი ეგეთი დუხი იქნება რა უფრო ხარშავენ ალბათ რა სად რა და როგორ რა შეიძლება იქ უფრო დაუჯერებენ ჩემს სიტყვას იმიტომ რომ იქ ხედავ რომ მაინდა-მაინც არ არის რაღაც და ჯერ მარტო ძალათ არის აპრიორი მაგათი რა მაგრამ მათაც უნდა დამოძღვრა და ცოტა გონება და ეს მე შემილია მოგეკეთე რატმიდა და წორია და ხმელია. ოდნავ შეხვალ და ყრია ეგა რა. ეხლა დაჩეხო. ზალას კარჯავ ყურილად და ნაჯახს აბლაგო. ნაჯახს აბლაგოსთან ეგ ვარიანტია. შეიძლება რაღაც საწინააღმდეგო აზრი გქონდეს, მაგრამ რაღაცა ისეთ პონჩი უთხრა რა, დილობიანა და რაღაცა. და არა, მაინდა-მაინც უნდა წავიდნენ, ესე იგი რქებით მოდიან, გესმის? და რაღაც. როგორ წავიდნენ აფრიკაში? როგორ წავიდნენ? და ვიჩეხავ რაღაცას, ხო? როგორ წავიდნენ? შევარჩიო, ხო სიტყვები. რაზე მეწინააღმდეგები, მაშინ მინდა და ამას ვაკეთებ. ვა! ბიჭო, აფუჭებ არ ვაფუჭებ, ნაჯახს მაჩეტე გაგიდა, ნაჯახის მაგივრად იმასაც გამოიყენ. ნაჯახი იმისია, რომ უნდა დაჩეხო, აბა რა გააკეთე? და ვერ ხდება ვერაფერს და რაღაცას თუ არ მეუთითე და თუ ცოტა მიწევს ხოლმე, რომ ცოტა აგრესიულად არა, ცოტა აი ხო უხეშად უთხრა, რომ გავაგებინა, თორე ისე ვერ მეუნები აკეთებს ისუებს, თუ არ აგიარებ, ეგ შეიძლება არ აღიარო არაფერი და აკეთებს ხოლმე ჩემს პრობლემას. ეს ხოლმე მიდივა თან მაგრამ ისე ვოლ ჩემი რაღაც სიტუაცია. აი, სიო, მორჩეთ, აღარ და ხეყურებს არ მორჩეთ და გეკამათება ისე რომ აი ფსიქოლოგიურად თითქოს უნდა რომ რაღაცა ამოიცნოს, რაღაცა თქვას და მაინც ვერ იძახის. სულ უნდა რომ თვითონ იყოს მართალი ყველა სიტუაციაში. იმასაც არ მოუწონო არა ალბათ. ამის არ მოუწონს ეგეთი მამაკაცები, როგორც ჩამეგონია და ირაკლი ძალიან ჭკვიანი ბიჭი არის. და ეს ხელსაც უწყობს იმას, რომ რაღაცა კარგ მდგომარეობაშია. თავიდანვე ვაპირებდი იმას, რომ თქვა და რაღაც აი ეს პალმები, რაც მაგან დღეს გამოაჩინა, რომ აი მე მოგიტანეს თავზე დასახური. ამას ვაპირებდი, მაგასაც უთხარი მე. როცა გვერდზე ვიჭექით, რომ ირაკლი მეთქი, მე ამაზე წავალ მეთქი და მოვიტან თქო, იმიტომ რომ ხეზეც რომ არის რაღაცა შემიძლია თქო, მაგრამ არა. მე კი არ დამელოდა და ჩემთან ერთად კი არ შემოვიდა ტყეში. ადგა და წავიდა და თვითონ მოიტანა ეს პალმა. ანუ ისეთი მომენტი დაიჭირა, რომ აი მე გამოვჩდე, რომ თავზე დაგახურეთ. იმ მომენტში რომ აი წვიმა აღარ გაწვიმთ ჩემი შრომის და გამო. დათოს არა აქ ამ შემთხვევაში გაცილებით მეტი უპირატესობა. დათოს უბრალოდ აქ სიტყვიერად რომ ეუბნებიან რომ მაგარი ხარ, მაგაც ძალიან ძლიერი ხარ და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ირაკლის უფრო მეტი უპირატესობა აქვს გოგოების მხრიდან, იმიტომ რომ ამ ბიჭმა იცის როგორ უნდა ითამაშოს გოგოებთან. გამრთობი ენერგია, ირაკლი ქმნის აქ იმას რა ქვია, განწყობას. მოდი ვიმღეროთ, მოდი რაღაც გავაკეთოთ, რაღაც ესეთი იდეები მოსდის, ანუ გართობ ხასიათი და ვინმე ცუცუთ ხასიათია რაღაც ესეთენ გამოსავალ. გუნჩიც ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი მართლა ვისთან ერთადაც ბევრი რამის კეთება მსიამოვნებაა.
ფინკი, რომელსაც შემდეგ ნებისმიერ საქმეზე წავიდე და მაგრა გავეცო. და ვიღადაოთ მაგრა და რაღაც იუმორის ემთხვევა და არა გუნჩი თითქოს რაღაც ყველა კინ კარგად ვარც, მაგრამ არ არის მართლა ისე იდეალურად, როგორც ჩანს რა. დათო მომწონს თან. პირველ რიგში ვაფასებ, ჯერ აქ მარტო ვართ, რაღაც მარტო ჩვენ ვართ დაყრილები და ხო ის უნდა იგრძნო ხო ადამიანთან კარგად თავი, რომ გასტანოთ ერთად, ხო? დათოსგან ხო, ხედავ. გვერდში დგომას. აი ის რაც მომწონს. შაკო, დათო, ქეთი, კიდე აი ესენი არიან ის ადამიანები, ვისთანაც ვიცხოვრებდი, ესე კუნძულზე მართლა ვიცხოვრებდი რა. თამაშის დროს ერთად ვართ ყველა. აი ერთიანი ძალა იღვიძებს და მაგარი ჟილკა და ჩვენში რაღაც, მაგრამ აი აქ რომ მოვდივართ უკვე აქ სხვა რაღაც იშლება რა. ნახე გვიტოვებული სოფელია რაღაცა რა. შენ ჭამო უნდა ჭამო. ცეცხლ როგორ შეხედე რა საწუწავი თვალებით უყურებ. და მივხედოთ თავს, თორე ხვალ უკვე საჭმელი აღარ იქნება და არც არავინ არ მოგაწვდის. თუ შენ არ იშოვე. მალაიზია არის მთლიანეთ ოკეანეში, თითქმის 90% არის პატარა კუნძულები, ძალიან ველური ბუნება არის და ძალიან სილამაზე არის, რაღაც თეთრი ქვიშა, დასვენების საშუალება დიდად არც მინდა რომ მქონდეს, უფრო მინდა მქონდეს გართობის საშუალება და მინდა აი ამ თამაშების გარდა მოვასწრო კიდევ ბევრი რაღაცის ნახვა, ბევრი რაღაცის გაკეთება, რაც არ გამიკეთებია. პირობები ფიქრობ, რომ არ იქნება არანაირი, პირობა უნდა შეუქმნა ჩემ თავს მე თვითონ. არაფერი, არც სახლი, არც არაფერი ხო არ გვექნება. ვეცდები ეს სახლის მე თვითონ ავაშენო ჩემი ხელებით და ალბათ შევჭამ ყველაფერს, იცი, ძალიან მინდა გველის გატყავება. ჩემი ხელი. ძალიან მომინეტრება ჩემი მეგობარი ბიჭი. ცხოვრებაში ყოფილა ძალიან ბევრი გადაულახა, ისეთი მომენტები, რისი გადალახვაც არ შემეძლო, მაგრამ ეს მომენტები ყოველთვის გადამილახია და მე ვიცი, რომ წავალ მალაიზიაში, იქ ყველა სიძნელე რაც შემხვდება გადავლახავ და გავხდები უკანასკნელი გმირი. მე აღარ შევილეს კოკოსი, რა გვი. მაინც ჩვენ რო დივიდენდა. ბაუნტის იმას ვისაუბრებ, რა კუჩი გავალ ბაუნტა. ვითხი მაგას ავჭავს. ბაუნტის კუნძულზე ქეხარდა. მაგარა. შენი დედა არა დამპალია რა. ჩვენ რა გვინდა, ეს მართლა გვინდა რა ზევით ასვა რა. ხوار გვეჭამა ჯერ ბრინჯი.
გაყუასებო. წყალში ჩავალბოთ, სანამ ჩამოვა კაკრას. გამიჯერე. გაფუდება იქ. დიხიკლის კუჭებს რო ნატყობი ეს უკეთესი. აი უმეტ არტოფილის მონტია. რომ მოვასწრიდან. და ცოტა სილას აქვს, კენჭებს აქვს, მაგრამ იღეჭება რა. აი თქვა წავეთ, აი ურან ტყეში შევალთ და შენ ერაგე რაღაცას ნახავთ, ან ბანანებს ან რაღაცებს. ან რაღაც ცხოველს მოვინადირებთ. მე მიგვია იმისთვის რომ ეგება ვიყოთ ძალიან ხმელი, გამომშრალი ქოქოსები რა, ქოქოსები კი არა. ძალიან დაღლილი ბამბუკები. იმისათვის რომ დავანთოთ ცეცხლი. ნახეთ ვიტოვებული სოფელია რაღაცა რა. ორი ძალიან ელა. აიცა ცეცხლი არა გვაქვს და იყოს განები დოქტორს. და საერთოდ რაღაც დაანგრეული სახლები აქ ალბათ არც რაღაცა ცხოვრობდნენ და ან ჩაიძირან რაღაც მოხდა რა, არავინ არ ცხოვრობს ამჟამად. ვიყავით ძალიან საინტერესო რაღაც ხუთი. ხუთში არის ორი ცალი პიტონი. აუ ეს ეგეთ რაღაცებს გაუშვი კაცო ე. შემეცოდა თო. არა რა მოდი ტყეში ხო ვარ. არა ეს მოკლა ხო არ არის ცოტა კაც უნდა ვჭამოთ კაცი. ტყეში გაუშვა. ჰა? არ გაუშვა ტყეში? შენ ხო არ უფერავ ის წამოვიყვა ეს. უნდა ვჭამო მე. შენ უნდა ჭამო ე? კი, უნდა ვჭამო. ცეც როგორც შეხედე რა საწუდავი თვალებით იყურები. შენ უფრო საწუდავი თვალები გაქვს ვიდრე ამას და მე ხა ესეთი მშიერი რო ვარ რა. მინდი აბა დავა შეჭამო. ცეცხლი არა მაქვს და რა რა კანიბალი გაყლავ. გაატყავე? ხო, კუც მოვაჭრე, თავს მოვაჭრე და გავატყავებ, შევწვავ და შევჭამ. და გარეული არაფერი გიჭამ. მე არ მოგწევ მაგის უფლებას. ეს წოდოა ძალიან. სასკი არ მომცემ ამის უფლებას. მე სულთყილა კამათობთ ეხლა თქვენ რა და მაცინებთ რა. აი რატო აწვალებ ბაგია? აი ეს მეორე განძრი ერთი მეგორი ვაფშე მკვდარია ე. აი ეს უნდა დავჯდე. აი კოკოსი, აი სიგარა და ანუ თუ ნახო როგორ გააკეთებ მაგ პროცესს. მოდი მე დაგენძოვებით რომ გავაკეთებ. აი ერთ კუსუბზე დაგენძოვე. არა რაც გვაქვს იმაზე დავნიცლავდე. კარგი რო შენ დაიჭირე და შენ მოაჭრე თავს. გამაზია. მოდი. არა მართლა გავაკეთებ, იმიტომ რომ ეხა ისეთი პირობები რო გშია და გვეცხოვცით ან მართლა ძალიან გემრიელია. მაგრამ აი ეს დაამტკიცებს კიდე რომ აი ადამიანი რა ბარბაროსი არის. მაგრამ ეს გვაიძულებენ. ძალიან დიდი ის მქონდა, იმედი მქონდა რომ გველებს შევხვდებოდი რა და ვიძახოდი კიდე ასე მეთქი არსად არ იყო, იმიტომ რომ ტყეებში ახლო დავბოჯალობდი და ვერსად ვერ ვნახე რა ვერაფერი ვიცოდი რომ დაახლოებით პიტონი უნდა ყოფილიყო. იმდენად გამიხარდა რომ ვიპოვეთ რომ აი რავი ტოვანებული ვარ. ამე მერე ხა კაი მშია გველი მინდა. ო მე მგონი შიმშილმა გაარეკინა ოფი ნახე რა არაადეკვატურ რაღაცებს. ვიღაცამ რა ეხა somebody რა help me and hold me რაღაც. დამიტანით გველი.
ყველაზე გემრიელი საქმეა. აუ, სერჟო, აი ხა არ ვიცი, მაგრამ ძალიან დიდი იმით ჭამს სიამოვნებით. მოდი ვარ. ახოდი. აი ჩემი ჩიკა. ჩიკა კოს. რო არ გამოგერატო არ ზეთი არ შეიძლება. აჭამი ვარ, გავსკდი ქოქოსის პალმის იმოთ. ცოტა რომ შემეში გამოვიყენე. კაცო ჭამე. მე შემიძლია მთელი დღე ვჭამო ქოქოსის ნაყოფი. მე ვეღარ ჭამ. ზეთი აგარ აქვს, აი ზეთიანი მომეც, სად არის გავშვი? ხო, მოგწე, კაი, აჰა. ძალიან მაგრა გეჭო. რაც უნდა ბრიშ. არა, მაგრამ უნდა რომ გასულიყო. ვახტანგს ქოქოსი ყელში არ მოვიდა რა. ხოდა ჭამე, ხა პრეტენზიები არ მიიღე. აი ხა რა შევჭამე. ქოქოს მირჩევი. და რა? იცი მაინც რა სჭამ. არა, ის რაღაცა, ცე იმდენჯერ მიიღო ჩემ ორგანიზმს. ხოდა მოგბეზდა რა. ალა, გვაქვს ნოლამდე დასული რა. ინტრუზილები ვართ, მიჩვენები ვართ და ცეცხლი გვინდა რა, თორე საჭმელი. ცეცხლი გვინდა თორე ხორციც გვაქვს. თუ დავჭირდა. გველი ყავს დაუდა ასაკ. იმ ხორცს ჩავაცვალ. გველი გვაქვს იმის 5 ვარსკვლავიანი. გველი არ კიდე ერთი მეთოდი ცეცხლის ანთები. ჩვენ თუ რა არა და ჩვენ კრემებით უნდა. ადამიანი გამოყოფს მეთანს. საჭმლის გადამუშავებიდან. აი ეს მეთანი რო დაგვაგროვებია, ხო? აი ეს ანუ რასაც ეს მაშინ ვეღარაზეს ვენ მეთანი არ გაგვაჩნია ჩვენ. არ საჭმელს არ ჭამდა საერთოდ კონდეს ახლა. მოაგროვე. ვისაც მოდი. მე რას ვიზავ, ვიცი, ვისაც მეთანი დაუგროვდება, ის მომეცით რა, ის აკვე ის კვესი მომეცით დამიძახა. მეთანი და მე რო სიტყვაზე ლითიუმი აღმოჩნდება, ან რაღაც სხვა მინერალი. ვინმეს უნდა დავავალოთ ეგ, ხო იცი შენ? სპეციალურად რაღაცები ვაჭამოთ, რომ მეთანი დააგროვოს. დაგვიძახოს. აი, ერეკლე რას გვთავაზო? რა სისულელეს გვეუნები ხა, ნუ ამით ვერაუნდე, საჭმლის გადამუშავება, რომელიც საჭმლის არ გვაქვს იმას, რა უნდა გადავამუშავო? მე მეთოდს გემები. რა შეიძლება შეინახო, ძალიან მაინტერესებს. რო გააკვენ ცეცხლი უნდა აგინთო უკან, თუ რა, როგორ უნდა ანთო მითხარი? ხვად და მაგდენი მეთანი გამოგვეყო ყველას ერთად. თქვა და დავაგროვეთ, თქვა და წავკიდეთ ცეცხლის საშიშრობა რომ ისი აფეთქდეს ხო რომ რაღაცა ზუმი იყოს დიდი და სანამ მაგ მეთანს დააგროვებ შიმშილით მოკვდები გაჩერე. არის კიდე ერთი ვარიანტი. თუ დახურულ სივრცეში გავაკეთოთ ტუალეტი. ამ ტუალეტიდან გამოსული გაზები იგი მეთანი გამოვიყენოთ ამის გაზად, ანუ ცეცხლის ბაზრო. მეთანის გამოყოფის შედეგად ცეცხლის მოპოვების იმედით დავიძინე. Чудо остров, чудо остров, просто жить на нем легко и просто чунгачанга. Ай, чуэзия. Ама да иче точно. Ой, как саклит. Я не умею. Там. Сакო მაგის კბილებს ვიხეხავ? ამით ვიხეხავთ კბილებს. მე თუ გავშავდები თქვენ აღარ გამოიყენო. მარტო შენს. აი, მარტო მე ვწდი ეხლა. მოატრიალი აბა. Knara, me. არანაირი ნადე. ბაბ, ვიალებულია ჩემი კბილები. თვალი არ გეჭრება? სითეთრე არ გჭრი თვალს. გამოიყენეთ ნახშირი.
ღმათ არის, იმიტომ რომ ანკესი ჩავაგდით არ მოდის და დავინახე იმ დროს ერთის თუმბალი რაღაც კამბალას შიშის თუზია. ხელით ვერ დავიჭერდი და გამჭროლე წყალია მაგრამ ჩემს. ანკესი ჩავაგდით, რა ვიცი, არ მოდის. არ ყლაპობს იმ კაუჩს და აუბრალო ძალქო გადავაყო. ეს საჭმელი კიდე ხრეში თვიოში განა ისა და ვერ ჭამს ამას და ვარ უკონოხი. დღეა მშიერი. ერთი კოლგა გვაქვს ჩემი წამოღებული და სხვა არაფერი მაჩეტეები რაღაცები რაც გვაქვს არა ვერაფერს ვერ ხმარობთ რომ ყველა არის უსაქმური და არაფერს ვცხოვრობთ. ვაფშე ჩემი ჩათვლით ასე ხო. განვაწყო მე მგონი უნდა ესენი ცოტა ისე რომ ხალხო ცოტა რაღაც გვერხევა და მივხედოთ თავს თორე ხვალ უკვე საჭმელი აღარ იქნება და არც არავინ არ მოგაწვდის თუ შენ არ იშრომე. შევეჩვია. აღარ შეფროსენ ჭირდება რა. და იმის გულზე ყლაპა მე ლუპებს და ალბათ. და არც იმას შავყავ ცოტა ხანში ალბათ ესეთ რომ ეკა ამუნა მე გამოწუწნე შიგნით რაღაცები ეკა ამუნა აგინდა ვილის რატე უნდა თქვი ამილე ვილ გარდა ევა მოხარშულიდან შემწორი სხვა იქნება აი ხა რო შიმშილკდები მაგზა არ არის ეს გუშინ გავაკეთეთ, დავასხით წყალი, თელი დღე წავდებოდ გეიმები თქოთენ. ცოტა რომ დამბალიყო, მაგრამ თელი დღე გვეძო, ცოტა დაბა, მაგრამ მაინც ქვრივით ავარ, ეს იმდენად გემრიელია, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ არის. ქვრივით კი სუნი მეცადა. რაღაც სუნი აქვს. აი მორალურად ისინი უფრო დაიწყნენ, მე მგონი ვიდეო ჩვენ პირიქით უფრო რაღაცა ასპრალი დუხამ რა, ესე რომ იყვნენ. შეჯიბზე გუშინ მოვიდნენ. უჩმელი. რაღაც უგრძნობთ რომ რაღაც სულად იყო გუშინ. ანუ იმათ აქვს ცეცხლი, იმიტომ რომ მოიგეთ პირველ თამაში. რობინზონის ბედი ძმაოძნელია ის მუშა კაცია და დაკარსანამთინა ცხელია რობინზონის ბედი ძმაოძნელია ნელ-ნელა რაღაც ძალებისგან ვიხარჯებით მაგრამ მაინც შემართებით ავართ და იმედი გვაქვს რომ მოვიგეთ იმიტომ რომ უბრალოდ უკან დასახევი გზა არ აქვს თქვენ გაქვთ ერთი წუთი იმისთვის, რომ მოვილაპარაკოს თუ ვინ არ მიიღებს მონაწილეობას იმუნიტეტის თამაშში.
ჩვენ ახლა მდებარეობთ პავილიონში, სადაც ხდება გადაღება ერთ-ერთი ქართული ახალგაზრდული ძალიან ასეთი კარგი სერიალის. ეს პავილიონი არის ჩვენს მიერ შექმნილი დეკორაცია, სადაც მე მუშაობ დღესდღეობით. ძალიან მომენატრება, როცა ვიქნები კუნძულზე. ფერები იცვლება რაღაც ხშირით, ანუ ეს white balance-ის პონტია თუ რაღაცა. ერთი წუთი? რა შორტო? აუგასწორო რა რაღაცა. ჭიქები არ უნდა აქა? იქ მხდება ზუსტად 1500 სახეობის მწერი და 150 სახეობის ქვეწარმავალი. არანაირი პირობა არ არის, ყველაფერი ჩვენ თვითონ უნდა მოვიპოვოთ, ვიღაცის გემი დავძიროთ და წყალი გამოვართვათ. და გასწორი არავინ არ უნდა დაგვასწროს და არ უნდა შეგვჭამოს აქეთ. ვახო არის სოფლიოში ყველაზე ხიარული ადამიანი, რომლის გვერდს არასოდეს არ მოიწყენ. გამოხატე შენი აზრი ჩემს წარსულთან დაკავშირებით. რა აზრის ახარ მოვიგებ მე? ეს ჩემი აზრით პირველი დღესვე შენ მე ვარ ხოლმე ხანდახან საშიში. ძალიან. ახაც ავანტურა და ინტრიგა საჭიროა რა. ასე ვიღებთ ვეფხს. მალაიზიურს ოღონდ იქ არ შეგეშალთ ინდურში და რაღაც. მალაიზიური ვეფხვი. ასე იჭერთ კეჩუში. აუ, ეს გამოწოვ ეგრევე. ტრუპია ეგრევე. მე გავხდები უკანასკნელი. ქართული წარმოშობის ტომები მალაიზიის კუნძულზე. დღეს ისინი აქ უკვე მეორედ შეერკინებიან ერთმანეთს იმუნიტეტის მოსაპოვებლად. სამხრეთის გუნდი ჯერ არც ერთხელ არ დამარცხებულა. რა მოხდება დღეს? გამარჯობა. გაუმარჯობა. დღევანდელ იმუნიტეტის თამაშს ზღვის დაბრკოლებები ქვია. ჩრდილოეთელებო, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ თამაშის დაწყებამდე დანებდეთ მოწინააღმდეგეს და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ტომთა საბჭოზე. თუ მზად ხართ რევანშისთვის? დავართ! ძალიან კარგი. მაშინ აგიხსნით თამაშის წესებს. ზღვაში დგას 3 დაბრკოლება. თქვენ უნდა აძვრეთ პირველ ნაგებობაზე, შემდეგ გადალახოთ მორე. ყვინთვით უნდა გაცუროთ ღობის ქვეშ. ფსკერზე არის 2 დროშა. ეს დროშები თქვენ ნაპირზე უნდა აღმართოთ. გამარჯვებულია ის გუნდი, ვინც პირველი აღმართავს დროშას. და კიდევ ერთი. იმისთვის, რომ ბრძოლა თანასწორი იყოს და ჩრდილოეთის გუნდმა თავი დაჩაგრულად არ იგრძნოს, სამხრეთის გუნდიდან ერთი ადამიანი არ მიიღებს მონაწილეობას თამაშში. თქვენ გაქვთ 1 წუთი იმისთვის, რომ მოილაპარაკოთ თუ ვინ არ მიიღებს მონაწილეობას იმუნიტეტის თამაშში. როგორ ხარ? თუ გინდა მე დავწერე. წესები წესები იყო სუყვინთვით მივიდი რა. მე მაგათ ვერ ერთი მომენტი არის. მე სლაბად ვცურავ, ძალიან სლაბად ვერ ვიტყვნა რა სლაბად ვცურავ. შენ კარგად ცურავს ეს ტიპა. ეს კარგად ცურავს. ეს მირჩება. ძალიან მაგრად ვერ შენ დარჩები თუ შენ დარჩები? მე ვდარჩები. ნო, მარიამ რჩება. ტომის იმ წევრმა, რომელიც არ მიიღებს იმუნიტეტის თამაშში მონაწილეობას, აწიოს ხელი. მე. გასაგები. სამხრეთის და ჩრდილოეთის ტომები, მოემზადეთ თამაშისთვის. სამხრეთი! მზად ხარ? ჩრდილოეთი! მზად ხარ? ვარ! მოემზადეთ. 3 2 1 წავიდა!
გამარჯვებული სამხრეთის ტომი. სამხრეთის ტომი. გამარჯვება უკვე თქვენთვის გახდა ტრადიცია. თქვენ გაქვთ იმუნიტეტი, ძილოეთის გუნდი თქვენ კიდევ ერთხელ დამარცხდით. დღეს ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ტომთა საბჭოზე, სადაც კიდევ ერთი თქვენ თანტომელი დატოვებს კუნძულს სამუდამოდ. ეხლა ორივე ტომი დაბრუნდით კუნძულზე. იძინებოდა რა ნინო. ჩავიძირე ერთი პერიოდი. არა მე ვიცოდი, მაგრამ ერთი არ დიშკა გავაკეთე. ხოდა ეხლა რა მექნა ვერ გავიგე. იმ დროშასთან დავჩებოდი წიერზე. მარტო მაღაზიაც არ არის ხალხო რა. ერთია რომ აშკარად არ უსმენთ, რას ლაპარაკობს ეს კაცი. აი არ უსმენთ, როცა წესებს ხსნიან და ვერ ასე მგონია რომ ვერ იაზრებთ იმ რაღაცებს რა და რომ მოვილაპარაკებთ, რაზეც მოვილაპარაკებთ, გავიწყდებათ რა. Champions, no time for losers, 'cause we are the champions of the world. ნუ არ ვართ როგორც ჩანს, რატო არ თვითონ ძლიერები მეოთხე თამაში ვაგებ, ყველანაირ თამაში იყო უკვე. ისეთი ასეთი ეს იყო გუნდური. მე ზუსტად მახსოვს ჩემი აუ აზრი არ აქვს არანაირ ფიქს მამუკა ვიფიქრო და ვიყოთ ხა რა. ეხა გვიანია დროში გავიდან ეხა კაი დროსია ფიქრი. არა გასაგებია მაგრამ ხომ უნდა გავიგოთ რა ვქნათ მაშინ ეხა ჩავიდეთ. ვერაფერს ვერ ვიზამთ, რატო უნდა გავიგოთ და არ გამოვედით ბოლომდე ყველა და არ ვიცი, ვერ მივხვდით და არ ვიცი. ხოდა რა მაგას ვარკვევთ რა თუ ესე ვიქნებით მაშინ შემდეგსაც წავაგებთ რა. რო ვთქვით, მამუკა გამოიღოს დროშა. ის იქამდე სანამ არ ცუცდებოდით თორე. იმიტომ რომ მაშინ მანამდე ვთქვით, რომ ნინოს ეხმარებით თორე. იქიდან ტივებამდე კი აღარ. ვინ ეხმარება მე ნინოს? მე არ ვიცი, მაშინ უკვე გეთქვათ რაღაცა თორე. რა უნდა გვეთქვა, ვერ გავიგე, მე პირველი ავძველი, იქაც. შენს მერე პირველი ავძველი ზევით, პირველი გადმოვხდი წყალში, პირველი მივედი ბარაბანამდე. ნინოს ვეხმარებოდი, თან პირველი მივდიოდი, გამოვედი დროშაც მე ამოვიდა და პირველი ვინც გამოვიდა, ის აეტანა დროშა იმას. მე ვერ გავიგე ხარ. ხარ გავიჭრებოდი. პირველი გამოეტანა, იმიტომ რომ მე რა უნდა შემეხსენებინა, ბოლოში ვიყავით ამუნა, როგორ მელაპარაკები მაგას. მომწონს რაც მოხდა ყველაფერი სიმართლე გითხრათ. არ ვაბრალებ მე ამას ვახოს. შეიძლება უფრო დავაბრალო მე ნინოს რომელმაც დაუშვათ ვერ გაცურა და რომელიც გამოსაყვანი იყო. ალბათ მე უნდა მაინც ამიყო დროშა რა. ხო კი ნახოთ ვინ დატოვებს კუნძულს. გამარჯობა. სტილეთელებო, მე მინდა გავიგო თქვენგან, თუ რა არის თქვენი ასეთი გამუდმებული მარცხების მიზეზი. იმიტომ რომ რაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს თქვენ დაკარგული გაქვთ გამარჯვების იმედი. და შესაბამისად მე მინდა გავიგო ისიც, თუ ვინ არის თქვენთვის ყველაზე არასასურველი თანატომელი. პირველი შეკითხვა მე მინდა თამარ შენთან, რა მოხდა დღეს დღევანდელ შეჯიბრებაზე, იმიტომ რომ აშკარად თქვენ იგებდით თავიდან. შენ იყავი დაწინაურებული პირველები ახოდით პირველ დაბკორებაზე და უსებ ყველაფერი შეიცვალა. არ ვიცი. იმიტომ რომ ყველა მართლა ბოლოში ვიყავით გასულები და უბრალოდ ბოლო მომენტმა აი ეს დროშის აღების მომენტში დავიბენით. ანუ თქვა წინ ვინც იყო ამ შემთხვევაში ვახო იყო ალბათ წინ, ვახომ ვერ მოისაზრა, ვერ გაიგონა მამუკას ნათქვამი რომ თქვენ ვიღაცამ რამე ქენითო, იმიტომ რომ მე ნინოს მივხედავო და დავუშვათ აი და გველოდებოდა სანამ ჩვენ გამოვიდოდით. აი არ ვიცი, რას დავაბრალო, არ ვიცი. ანუ რისი თქმა გინდა, მით შენ გინდა რომ ეს დროში რადგანაც ვერ აიღო ეს ყველაფერი ვახოს დაბრალდა. არ ვაბრალებ მე ამას ვახოს.
შეიძლება უფრო დავაბრალო მე ნინოს რომელმაც დავუშვათ ვერ გაცურა და რომელიც გამოსაყვანი იყო. ეს არის კომპლექსი შეცდომების, მაგრამ მე ვთვლი რომ ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ჩვენ არ გვყავს გამოკვეთილი ლიდერი და არ გვყავდა არც წინა თამაშების დროს. მოწინააღმდეგე გუნდში ჩვენ ვნახეთ, რომ ის ვინც ყავთ ლიდერი, იმან აიღო თავის თავზე დროშის აღებაც და ყველაფერს, მithumetes იმისა, რომ ის არ არის საუკეთესო მოცურავე თავის ტომში. ახო. ახლა ლიდერის არ ყოლაზე საუბრობდა გიორგი. რატომ არ ყავთ ლიდერი ხა? თქვენს მოწინააღმდეგე ტომში ლიდერი არის მამაკაცი. თქვენთან რატომ არ არის არც ერთი ლიდერი? იმიტომ ხო არა, რომ სუსტი მამაკაცები არიან? ჩვენთან არა, კაკრას ვაცრავად და პირიქით სუსტი მამაკაცები არა ვართ. ყველა ძლიერი მამაკაცი ვარ და ამიტომაც აქედან გამომდინარეა, რომ ესე არ ხდება, რომ ყველაფერს მარტო შენ ერთი გააკეთებ. ანუ ყველა თამაშში არ პასუხისმგებლობას არ ვაკისებ ერთ ადამიანს, რომ შენ, აქაც შენ, იქაც შენ, იმიტომ რომ ყველა გარკვეულწილად ძლიერები ვარ. აი შენ რო იყო ლიდერი პირადად, რასი ბატონო. როგორ დაალაგებდი ყველაფერს? აი მე დავალაგებდი, როგორც ეხა დღეს დავალაგეთ. ანუ მამუკა უნდა წასულიყო წინ. არავნაირი რაღაც შველა და რაღაცა არ უნდა განეხორციელებინა არავის. შენი აზრით არ უნდა მიხმარებოდა იმისთვის რომ გაგემარჯვოთ? არ ვიცი ეხა რო არ მიხმარებოდა წავაგებდით, ხო, სიტყვაზე. ჩაიძირებოდა და ხელს აწევდა და მაშველი მოვიდოდა და წავაგებდით. და ეხა წავაგეთ პრინციპში. მომწონს რაც მოხდა ყველაფერი სიმართლე გითხრათ რა. რა წაგება მოგწონს? წაგება არ მომწონს, მაგრამ დაგეგმილი იყო გადასარევად და საუბრის გადატანა იმაზე თქვენ არ ყავთ ლიდერი, ეს არის სხვა რაღაცა. ლიდერი არსებობს ერთმანეთში. ლიდერი არის შედეგი, როგორც ცეცხლის ანთებაში, ისევე იმუნიტეტის თამაში, ყველაფერში თავი არის შედეგი. მესმის. მე ვფიქრობ, რომ ლიდერობაზე სალაპარაკო აქ არ არის, იმიტომ რომ რეალურად მე მირჩევნია იყოს რეალური ლიდერი. არჩეული შიგნიდან, ვიდრე დანიშნული ლიდერი, ან ვიდრე რაღაც სხვა ძალმომრეობით ან რაღაც დანიშნული ლიდერი, იმიტომ რომ ეს არ მოქმედებს. მოქმედებს მხოლოდ თავისუფალი არჩევანი. თავისუფალი ხალხის არჩევანი და მათ მიერ არჩეული ლიდერია. ეკა, დღესაც ეგეთი ერთსულოვნები იქნებით, როგორც იყო წინაზე. წარმოდგენა არა მაქვს, აი ეხლაც ძალიან ისე ვარ, ძალიან მძიმე, ძალიან გაურკვევლობაში, მე ძალიან გამიჭირდა, საკმაოდ მძიმედ ვიყავი წინა საბჭოს დროსა და საბჭოს შემდეგაც და მინდა გითხრათ, რომ ეს კი არ გაორმაგებულად კი არ მაქვს, ეხლა მაქვს ალბათ გაათმაგებულად. დავიწყოთ მაშინ. ერეკლე, შეგიძლია შეხვიდე. დაირჩიო ის ვინ დატოვებს კონსულს. შეგეძლო განმოხტარი ყველა გაგეცვა. ალბათ ეს ყველაზე მეტი დაბრკოლება იყო მაინც. თუმცა ძალიან რთული იყო მის მიღება გადაწყვეტილების. მე ვთვლი, რომ კუნძულზე უნდა დარჩეს ესეთი ადამიანი, რომელიც ცურვას კარგად ფლობს. რადგან ოკეანეში ვართ მაინც. ასე რომ ნინო. ვახო ბოდიში, მაგრამ მე მაინც ცოტათი ვფიქრობ, რომ შენ არ ხარ გუნდთან ერთად ბოლომდე.
ნინო ძალიან მიყვარხარ, მაგრამ მე იძულებული ვარ ეს დავწერო, იმიტომ რომ თითქმის დარწმუნებული ვარ შემდეგი შეჯიბრებებიც და კონკურსებიც იქნება დაკავშირებული წყალთან და შეიძლება შენ გუნდს დამარცხება მოუტანო. ნინო, მე ძალიან მიჭირს ამის გაკეთება, მაგრამ ნინო უბრალოდ სხვა დანარჩენ 6 მონაწილეზე უფრო მეტად სუსტია ფიზიკურად, თქვათ არ იცის ცურვა და ასე შემდეგ. ხო კი ნახოთ, ვინ დატოვებს კუნძულს. ნინო. ნინო აი შეიძლება რა განდომდი აქ. ნინო, შენმა გუნდმა შენ ზედმეტად მიგიჩნია. შენ ცეცხლი პავა ობესარზე საბოლოოდ ჩაქრა. შენ შეგიძლია ბოლო სიტყვით მიმართა. შენს ყოფილ თანამდებობს. ძალიან მიყვარხარს მართლა პავარი და თქვენი ცით რა აგრები იყავით და გაუძალით. მეც ვერაფერს გეტყვით.